ეხლა ვარ სტამბულის აეროპორტის ერთ-ერთ ლაუნჯში, რომელსაც საპირფარეშოები და საშხაპეები. მოკლედ, TBC ბანკის ბარათი თუ გაქვს, კონცეპტ ბარათი, შეგიძლია აქ შემოხვიდე და დაისვენო. როცა გაქვს გადაჯდომა. საერთაშორისო აეროპორტებში ყველგან არიან ამათი პარტნიორები. რაღაცა აპლიკაცია იქ უნდა დარეგისტრირდე. ერთი კონცეპტ ბარათი უდრის ერთ გზავს. მაგრამ თუ მეუღლესთან ერთად ხართ, აი ესე გემრიელად ცოცხალი მოსკის. ხო, თუ მეუღლესთან ერთად ხართ, თქვენი ერთი ბარათი და პლუს მეუღლესთვის გადაიხდით მხოლოდ $32 რო აქ შემოხვიდეთ და აქ რა გელოდებათ? უფასო საჭმელი, უფასო სასმელი. ყრია საჭმელი. სასმელი. აიღებ თებს და დაითრე. რაც გინდა, განგემრიელი ყველაფერი. ზეთისხილები. აქ რაღაცა საცხობი იყო, წეღან მაგარი ბლომად რიგი იდგა, არ ვიცი, კარაქი და ალბათ ისე. ბლომად საჭმელებია, მაგარი გრილებულების კუთხე, ყავების. პარდონ. ახალი დავარქვა. იქით გავიაროთ, არც ვიცი ზეღან ხედა მითხრა იქ ბილიარდი, მასაჟი და რაღაცები კიდე არისო და. თან გავიაროთ. ალახები კოთლები. შეიძლება წყნარით მოხდე დაждეთ წინ წაიკითხო. შეჭამო, სეიფებია. რა შემოვედით, რომ ჩანთები შევინახეთ რაღაცა სათავში. შვენივრად საპირფარეშოები ყველგან არის, ყველაფერს ნაგებია. ტერასა გახვალ ალბათ მოწვა. აბერთ გავიდეს. ხო შეიძლება. რეგისტრაცია ჩვენ ფრენაზე იწყება 17:30-ზე. ეხლა არის 3:15-40 დაახლოებით. აქ გამოდი გააბოლე რამდენი ზმინდა. შეიძლება ფანტები. იყოს. ეს შეიძლება გამოვიაროთ. სკამები ცოტა ჭირს. მაგრამ რაღაცას მაინც დაითრებთ, რა. ერთს განსურს არ უნდა დატოვოთ და არგო მოხდით. ეს საპირფარეშოებია. ბარშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ, დაგისხავთ რაღაცას. ანუ ლიმიტი არ აქვს, როგორც ჩვენ გითხეს რა, რამდენსაც დალე. თუ დალე, რავი, ლიტრას დალი, მაგრამ რავია. ბარი, ძალიან მაგარი ბარია. აქედაც რაღაცა ახსენებაა. არის ისეთი ადგილები, სადაც მარტო ხმადაბლა უნდა ილაპარაკო. მოდის ბოლოში. ალკოჰოლის მიღება არ მინდა საერთოდ. აი, სიმძლავრება ისევე თვევიდან. კიდე ალკოჰოლი. ცედი არის. შეგიძლია მოხვიდე ბილიარდი ითამაშო. და გამაზო. ალუმინიუმი და პიტრიანი წყალი დალიო.